დილამშვიდობის, წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას საუბრებით ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელიც BMG-სთან პარტნიორობით და შვედეთის მხარდაჭერით მზადდება. დღევანდელი გადაცემა მდგრადი სოფლის მეურნეობისა და მდგრადი ტურიზმის მნიშვნელობას დაეთმობა. ეს ის საკითხებია, რომლებიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება, როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკური და მდგრადი განვითარების და ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. მდგრადი სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების და ბიომრავალფეროვნების დაცვას, უზრუნველყოფს უსაფრთხო საკვების წარმოებას, სურსათის უვნებლობას, ამცირებს კლიმატის ცვლილების შედეგებს და მოსახლეობას სტაბილურ და გრძელვადიან შემოსავალს თავაზობს. მდგრადი ტურიზმი კი მიზნად ისახავს ტურისტული განვითარება ისე წარმართოს, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს, პატივისცეს ადგილობრივ კულტურასა და საზოგადოებებს და ამავდროულად გააძლიეროს ადგილობრივი ეკონომიკა. იგი ხელს უწყობს გარემოს დაცვის ინიციატივებს და მხარს უჭერს ადგილობრივ მწარმოებლებსა და მომსახურების მომწოდებლებს. ერთობლივად ეს ორი სფერო კი პირდაპირ კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვის, კლიმატის მდგრადობის მიღწევისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით. რატომ არის ეს მიმართულებები დღეს ასე მნიშვნელოვანი და რა პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს ბიზნეს სექტორი? დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენთან ერთად არიან ნინო შერვაშიძე, უდაბნოს ბრენდ მენეჯერი და ანა ვაჩაძე, ბილდმორ თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის და ამ საინტერესო თემებზე საუბრის შესაძლებლობისთვის. ანა, თქვენგან დავიწყებ პირველი შეკითხვით თქვენთანაც მოვალ, რა როლს ასრულებს ბილდმორ თბილისი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში და რას ნაბიჯებს დგამს სასტუმრო იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა გარემოზე მინიმალური ზეგავლენით წარიმართოს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებლებს. დიახ, თანამედროვე სამყაროში გარემოზე ზრუნვა ეს ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. თუმცა ტურიზმი და სტუმართმასპინძლობის სფერო პირდაპირ კავშირშია გარემოსთან, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენ სტუმრებს პირველ რიგში გარემოს ვახვედრებთ, იმ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და ცხადია ჩვენი თანამშრომლების მიერ შექმნილ სერვისებს. შესაბამისად, ამ საკითხებზე ზრუნვა არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. ცხადია ეს რიგ რესურსებს მოითხოვს, თუმცა გამოცდილება მაჩვენა, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან პრაგმატული და მომგებიანიც კი არის. ჩვენ მივახციეთ რიგ წარმატებებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პარტნიორობით, მერვე მიზნის გამარჯვებულებიც ვართ და ამით ძალიან ვამაყობთ, ასევე გადასარევი სამაყო შედეგები გვაქვს გენდერული თანასწორობის კუთხითაც, ანუ ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებსაც მეტწილად ქალები იკავებენ ჩვენ კომპანიაში და დღეს უკვე უფრო ვრცლად ვისაუბრეთ უკვე გარემოს დაცვის საკითხებზე. ნამდვილად ასეა, თქვენ ხართ ერთ-ერთი 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებული. ასევე ჩვენი კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს გამარჯვებულია უდაბნო ჯგუფი 2023 წელს. აი თქვენც კითხავთ, უდაბნო რა როლს ასრულებს თქვენ მდგრადი ტურიზმის განვითარებაში? უფრო თქვენ ძალიან საინტერესო რეგენერაციული სოფლის მეურნეობის კონცეფცია გაქვთ, აი რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რა როლს ასრულებს ამ მიმართულებით და აი ეს თემები რომ დავფარდეთ. ნუ თავისთავად უდაბნო სოფლის მეურნეობის მიმართულებით რეგენერაციულ მეურნეობას ეწევა. უკვე რამდენიმე წელია რეგენერაციულ მეურნეობაზე გადავედით, რაც გულისხმობს თავიდან ბოლომდე, ანუ ბუნებრივ, იმაზე, ანუ არ ვწამლავთ, რაც გულისხმობს ამას თვითონ მეურნეობას და შესაბამისად აი ამ მთავარი პრინციპებით მივდივართ, რაც ძალიან ბევრ რაღაცა ციკლს მოიცავს. შევქმნით ეს ეკოსისტემა თავიდან ბოლომდე და ამ ეკოსისტემაში ბუნებრივად ეს ყველაფერი პროცესი მიდის, ანუ ზედმეტი ჩარევის გარეშე. ძალიან ბევრ რაღაც ნაწილს თვითონ უდაბნო არის ძალიან მასშტაბური პროექტი 20,000 ჰექტარზე არის თქვათ ეს მთელი პროექტი კახეთის ტერიტორიაზე და როგორც თქვა გნუშის ბაღები, ასევე თქვა სხვადასხვა ხეხილი, ზეთისხილი, ფსტა და თქვა ბუნებრივ გარემოში გაზრდილი მეცხოველეობა და მეფრინველეობა და რა თქმა უნდა ეს პროექტი ანუ დღითი დღე ვითარდება, ახალი კომპონენტები შემოდის და ჩვენთვის ეს თლიანად მთელი ეს პროექტი თავიდან ბოლომდე არის ჯანსაღ პროდუქტის მიღებაზე ორიენტირებული. აი ტურიზმის კომპონენტი
თან ამას როგორ აერთიანებთ აი თქვენ? ტურიზმის კომპონენტი თავისთავად ბუნებრივად შემოვიდა უკვე ჩვენ ნაწილში. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ ეს გავაცნოთ ფართო აუდიტორიას და ჩვენივე თქვათ მოსახლეობას. გვაქვს უკვე ტურები, შეგვიძლია ადგილზე ვანახოთ, დავათვალიეროთ იქ და ავუხსნათ ეს ყველაფერი პროცესი როგორ მიდის, რაღაც გამჭვირვალობას ამას შევძინოთ თავისთავად და შემდეგ უკვე თქვათ სტუმართ მასპინძლობაც შემოვა ამ ნაწილში თავისთავად. ძალიან საინტერესოა. მოდით ახლა გადავიდეთ უფრო უშუალოდ, რადგან ეს გარემოს დაცვის თვე არის და ეს აუცილებლად მოიცავს ნარჩენების მართვის პრაქტიკასაც და უნარჩენო წარმოებას, ვიცი რომ ამ მიმართულებით თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო პროექტი გაქვთ, აი უფრო მეტი რო გვიამბოთ, გაგვაცანით აი რა არის ეს. ნარჩენების მიმართულებით რა თქმა უნდა სპეციალური დეპარტამენტიც გვაქვს ამ და აი ყველა გაიდლაინების მიხედვით აი გრადი სოფლის მეურნეობის ამ ყველა პრაქტიკას მიუყვებით თავისთავად შესაბამისად ხდება ეს თქვათ სეპარირება ამ ყველა ნარჩენის რაც არის და რაც არის თქვათ ორგანული ბიონარჩენები ამას ვიყენებთ კომპოსტის სახით რომ ეს იყოს თვითონ ნოყიერი იყოს ჩვენი მიწა რაც მე მოგცევს ამ ჯანმრთელ და ჯანსაღ პროდუქტს შესაბამისად ასევე რაც არის თქვენ ნუჩის გადამამუშავებელი საწარმო პირველ რიგში ეს ყველაზე ერთ-ერთი დიდი საწარმოა საქართველოში ეს არის ესპანური დანადგარებით აშენებული ეს საწარმო და იქ ყოველი ელემენტი თავიდან ბოლომდე ხდება ამ ნუშის გადამუშავება და აი გამოყენება ამ ნებისმიერ ეტაპზე ამ ნუშის რა ნატეხებსაც ვიყენებთ და შესაბამისად უკვე ნუშისგან მე ვიღებთ ყველანაირი სახის პროდუქტს რასაც უკვე მე გამოვიყენებთ ჩვენივე ქსელში და და ასევე თქვენ გაქვთ მაღაზია, სადაც აი როგორც ვისაუბრეთ აქამდე, აი ძალიან საინტერესო კონცეფციას თავაზობთ მყიდველებს. კი, ეს ჯაჭვი არის, შესაბამისად ხდება ეს მოწოდება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დიდი უზარმაზარი მეურნეობა გამოგვეტანა უკვე ცენტრში და თქვათ მომხმარებელთან უფრო ახლოს მივსულიყავით, ამით რა თქმა უნდა ჭაველეთის ქუჩაზე მდებარეობს ჩვენი მაღაზია, სადაც ჩვენივე პროდუქტი მოწოდება ხდება უდაბნოდან, გარდა იმისა, რომ თქვა ჯგუფის მასშტაბით მარაგდება ჩვენი ყველა ობიექტი, შესაბამისად ეს უდაბნოს მაღაზია არის ეს მთავარი ობიექტი, სადაც ხდება თქვა ხო შესყიდვა ჩვენი პროდუქტების. ამ მიმართულებით ახლა უდაბნოს მაღაზიის ასევე ეს კონცეფტიც გადმოვიტანეთ, სადაც გულისხმობ იმას, რომ შეგიძლია თქვა თქვენი refill, ანუ თქვა შეგიძლია მოხვიდე და შეავსო, თქვა ეს იქნება ნუშის ზეთი, თაფლი და სხვადასხვა პროდუქტები, ასევე ფქვილი, ასევე შესაძლებელია ვთქვათ შეძეგის შემთხვევაში თქვათ უკან დააბრუნოთ ის თქვათ ქილა იქნება შუშის რაღაცა და შესაბამისად მიიღოთ აი ამითი დამატებით თქვათ ფასდაკლება შემდეგ შენაძენზე. ძალიან გვინდა რომ ეს გავზარდოთ ამის ხო ცნობიერება, შესაბამისად აი ამ ყველა პრინციპის მიხედვით თქვათ უდაბნოს მაღაზიას და მომხმარებლების მხრიდან ალბათ ძალიან კარგი უკავშირი გაქვთ ამ მიმართულებით. კი, სხვათა შორის აი ჩვენ ამაზე ვმუშაობდით და უკვე უნდა დაგვეწყო, როდესაც უკვე მომხმარებლიდან მოდიოდა სხვათა შორის ეს მოთხოვნა რომ აბა როდის როდის გექნება და ჩვენ თავისთავად აი ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ეს ყველაფერი განვახორციელეთ და აი მათი მხრიდან ძალიან დაინტერესება არის სხვათა შორის აი ამ გრადი კი და ძალიან ბევრი ისეთ საინტერესო კითხვებიც მოდის ხოლმე მათი მხრიდან და ძალიან თქვა ერთ დონეზე ვართ მინდა კითხრა და სასიამოვნოა ამის მოსმენა ანა თქვენთან იგივე კითხვით გადმოვალ აი ბილტმორ თბილისის პრაქტიკა როგორი არის აი ნარჩენების მართვის კუთხით აი მაგალითად რესტორნის ანუ საკვების წარმოების კუთხით უნარჩენო წარმოების კუთხით კი ბატონო პირველ რიგში მინდა აღნიშნო რომ ჩვენ მეორედი ანუ გამოყენებულ ზეთს არ ვხვრით ბუნებაში და არ ვაზიანებთ მას, ვაგროვებთ, გადავცემთ ბიოდიზელს, რომელიც შემდგომ მას მეორადი გამოყენებისთვის იყენებს. და რაც შეეხება ნარჩენებს, ცხადია ჩვენ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს, ჩვენს შევს მზარეულს, კარგად აქვს გააზრებული, ანუ ერთის მხრივ მკაცრად იცავენ იმ აპრობირებულ მეთოდებს, ხო, რაც თქვათ გულისხმობს ზუსტ პორციულობას, ასევე თქვათ მარაგების გამართულ წყობრში მყოფ დანადგარებში შენახვას, ვადების მკაცრ კონტროლს. ცხადია ეს ყველაფერი მკაცრად კონტროლირდება და შესაბამისად მინიმუმამდე არის დასული ეს wasting-ი, ესე ვთქვათ. კი ბატონო, თუმცა მე მინდა აღვნიშნო, შეიძლება ცოტა მხატვრულად გამომივიდეს, მაგრამ აი მათ ეს კრეატიული დამოკიდებულება, ასევე მიდგომა, თქვათ ჩვენი შევსარეულის, რომ ეს არ უყურებს ამას როგორც ხარჯს, მხოლოდ არამედ აი რაღაც ბუნებრივ რესურსს, რომელიც ძვირფასი ინგრედიენტი მისთვის წარმოუდგენელია
შემქმნელია, რომ შეიძლება დაიკარგოს და გადაიქცეს, თქვა, ნარჩენად. შესაბამისად, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ მისი მხრიდან. ნამდვილად დასაფასებელია ასეთი მიდგომა. მოდით თქვენთან დავრჩები ისევე, თქვენ ვიცი რომ აი ენერგოეფექტურობის კუთხით, აი წყლის რესურსების მართვის კუთხით ასევე მუშაობთ ძალიან აქტიურად. საინტერესო იქნება ამის მოსმენა თქვენგან, აი რომ გვითხრათ, აი რა ნაბიჯებს დგამთ, აი რა პროექტები გაქვთ ამ მიმართულებით. კი ბატონო, ენერგოეფექტურობის კუთხით ცხადია ჩვენ დავამონტაჟეთ ისე თქვა ჭკვიანი ნათურები, რასაც ეძახიან და თქვა 20-30%-მდე შემცირდა ენერგიის მოხმარება. ასევე ჩვენ ყოველწლიურად აღნიშნავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად დედამიწის საათს, რაც გულისხმობს 1 საათის განმავლობაში ირთვება ყველა ძირითადი განათება და მხოლოდ ესეც უსაფრთხოებისთვის საჭირო ელექტროენერგიას ვტოვებთ. ისეთ არის უშუალოდ თქვათ ის ეკონომია, რაც იმერ საათში კეთდება, ცხადია სიმბოლურია, თუმცა ჩვენი მიზანია საზოგადოების აი ყურადღების მიპყრობა ამ მნიშვნელოვანი დიახ ამაღლება და მიპყრობა ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი. ჩვენ რაც შეეხება წყლის მარაგებს, ჩვენ ასევე დავამონტაჟეთ ეგრეთ წოდებული წყლის ჭავლის შემამცირებელი სისტემები, რამაც უკვე 70%-ით შეგვიმცირა ხარჯები. ამავდროულად კიდევ ჩვენ ვაგროვებთ წვიმის წყალს, გვაქვს ულამაზესი შიდა ეზო, სადაც აუცილებლად უნდა გვეწვიოთ შადრევნებითა და რაღაც გამწვანებით და სწორედ აი ამ გამწვანებასთან მცენარეებს ჩვენ მეორადი წვიმის წყლით ვრწყავთ და ზოგადად ღია ვართ ნებისმიერი აი ესეთი სიახლეების მიმართ და აქტიურად მუშაობთ. ძალიან კარგი ამის მოსმენა. თქვენს ვიცი რომ უდაბნო ჯგუფი ასევე მუშაობს ამ მიმართულებით. აი თქვენს რომ გვიანბოთ გაგვაცანეთ აი როგორ. ჩვენ რეალურად ახლა უდაბნოში თავიდან როგორც კი როცა დავიწყეთ ეს პროექტი იყო მიტოვებული, გასაკონტროლო ძოვება მიდიოდა, წყალი არ იყო იმ ტერიტორიაზე, ჩვენთან პირიქით პრობლემა იყო და შესაბამისად ჩვენ ეს მთელი ინფრასტრუქტურა მან შევქმნით, რომ ეს მეურნეობა დაგვეწყო თავისთავად. თვითონ რეგენერაციული მეურნეობის თავარი არის, თქვათ ეს ცხოველიც, ხო, ყავს რაღაცა როტაციულ ძოვებაზე, რომ არ მოხდეს ისევ ამ მიწის, თქვათ ზედმეტად ამ მიწის, თქვათ განადგურება რაღაც მიმართულებებით, ხო, რაღაცა აი ამ როტაციულ ძოვებას პრინციპით მივდივართ. ეს ცხოველი არის ბუნებრივ გარემოში თავისუფლად მოძრაობს, ასევე გვაქვს ჩვენივე რაწყობილი ქარავანი საქათმეები, ასე ვთქვათ, მობილური საქათმეები, რომლებიც ისინი გადაადგილდებიან სხვადასხვა ადგილას პერიოდულობით და ჩვენ ამას ყველაფერს ვაკონტროლებთ, ანუ როტაციულ ძოვების მიმართულებითაც ძალიან ისეთი აქტიურად ვართ ჩართულები და ეს ყველაფერი თავისთავად მოქმედებს ამ პროდუქტზე რა და პროდუქტის სიჯანსაღეზე და შესაბამისად, ანუ თავიდან გაშენების, როდესაც ვიწყებდით ან ნუშის გაშენებას, თვითონ ვაქცევდით ყურადღებას და ასევე კონსულტანტებიც ყავდათ ამ მიმართულებით, ვთქვათ, რომელ ფერდობზე გაგვაშენებინა, რომ წვიმის ნალექი მაქსიმალურად აი ამას ყველაფერს, ანუ ბუნებრივი ციკლი და ეკოსისტემაში, რომ ჩამჯდარი ყავდეთ და ჩვენ დამატებით, ვთქვათ, ხელოვნური ჩარევა ამ მიმართულებით არ ყოფილიყო და ანუ თავიდან ბოლომდე აი ეს და ჩვენ თავისთავად აი ამ მიმართულებით ვცდილობთ რომ ეს გავზარდოთ რა თავისთავად უკვე როგორც აღნიშნეთ ცნობადობა და თანამშრომლობთ ძალიან ბევრი ისეთ კომპანიებთან რომელიც თქვა ჩვენ ღირებულებებს იზიარებენ და შესაბამისად მე რა უკვე ვიღებთ ამ შედეგს რაც არის პროდუქტის სახით. ნამდვილად ასეა და მოდით სამომავლო გეგმებიც რო გაგვაცნოთ, თქვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებით და არა მარტო ორივე კომპანიის წარმომადგენელი, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორც არ ვიცი, გამდგრადობის მიმართულებით ასევე ზოგადად, რომ გვითხრათ, აი ძალიან მოკლედ ჩვენი სამომავლო გეგმები პირველ რიგში მსურს გითხრათ, რომ აუცილებლად ჩვენ სამომავლო გეგმებს აუცილებლად ვითანამშრომლებთ გლობალურ შეთანხმების საქართველოს ქსელთან. პირველ რიგში ვისურვებდი, რომ ეს турბულენტური გარემო, რომელიც ტურიზმზე იცით, რომ ძალიან მოწყვლადია ტურიზმი და პირდაპირ კავშირში და იმედია შევძლებთ ამ ყველა პროექტის განხორციელებას, ამიტომ წინასწარ ცოტა გვიჭირს ამაზე ესე განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში საუბარი, თუმცა გვაქვს ესეთი გეგმა პლასტმასას შეგროვებასთან დაკავშირებით და დახარისხების მიმართულებით, როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერი ამას თქვენთან ერთად განვახორციელებთ. აუცილებლად ასე იქნება. თქვენ ნინო თქვენი გეგმებიც რომ გაგვაცნოთ. თავისთავად ჩვენ ახლა უკვე გაფართოებაზეც მუშაობთ, თავიდან ბოლომდე თქვა ჯგუფის მასშტაბით უკვე გადადის ჩვენივე პროდუქტზე და თვითონ ეს პროექტების რაც შეიძლება უფრო ფართო აუდიტორიისთვის
თქვათ ისევე მიწოდებაც რაც იყოს და ასევე ტურისტის კომპონენტის გააქტიურებას კი უკვე შესაძლებელი იქნება თქვათ უდაბნოში დარჩენა და მონაწილეობა თქვათ აი ამ ჩართვა ამ ბუნებრივ პროცესებში. თვითონ საკვების წარმოება პროდუქციის წარმოებაში შეეძლებათ თვითონ მონაწილეობა მიიღო. კი, თავისთავად, კი, შეეძლებათ თავისთავად უკვე დათვალიერება ადგილზე და უკვე თქვათ ჩვენივე პროდუქტებით იქვე ადგილზე გაკეთება ამ ყველაფერს და დარჩენაც თავისთავად იმ ულამაზეს ბუნებაში. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. წარმატებას გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში დაწუნებულ. ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნებოდა თქვენი საუბარი ყველასთვის, ვინც დღეს გვიყურა. მადლობა. მადლობა თქვენ.